ვაჟა ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი იყო ქართველი პოეტი, მწერალი და მოაზროვნე, რომლის შემოქმედება ქართული სულის, ეროვნული იდენტობისა და ბუნების სიყვარულის განსახიერებაა. მისი ნაწარმოებები მჭიდროდ უკავშირდება თავისუფლების იდეას, ადამიანობის მნიშვნელობასა და სამართლიანობის ძიებას. ვაჟას პოეზია დღემდე შთაგონების წყაროა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ზოგადად ჰუმანისტური იდეალების დამცველთათვის. ვაჟა ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს პანკისის ხეობის სოფელ ჩარგალში, ფშავში. მისი მამა, პავლე რაზიკაშვილი, იყო სოფლის მღვდელი და განათლების მოყვარული, ხოლო დედა, გვრიტო საღირაშვილი, ფშაური ხალხური სიბრძნის მატარებელი ქალი. ლუკა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გამორჩეული ნიჭითა და ცნობის მოყვარეობით. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა მიუხედავად სემინარიის მკაცრი დისციპლინისა, ვაჟას ბუნებრივი თავისუფლებისგან სწრაფვა არ შეესაბამებოდა სასულიერო განათლების შეზღუდვებს. მოგვიანებით, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა. ვაჟა ფშაველა თავისი პირველი ლექსებიდანვე გამოირჩეოდა ეროვნული სულისკვეთებითა და ბუნებისადმი ღრმა დამოკიდებულებით. მისი შემოქმედება მოიცავს როგორც პოეზიას, ასევე პროზას, თუმცა განსაკუთრებით ცნობილია ეპოსური პოემებით, რომლებიც ქართველი მთისკაცის ცხოვრებას, ტრადიციებსა და ფილოსოფიას ასახავს. ცნობილი პოემები: ალუდა ქეთელაურია ადამიანის პირადი ღირსებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაპირისპირების ამბავი. სტუმარ მასპინძელი, მეგობრობის, სტუმართმოყვარეობისა და ადამიანის ვალდებულების ფუნდამენტური ისტორია. ბახტრიონი, ქართველთა თავდადებული ბრძოლა უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ. გოგო თურდა აფშინას, სიყვარულისა და ერთგულების ტრაგიკული, მაგრამ ამაღლებული ისტორია. ვაჟას ნაწარმოებები გამოხატავს თავისუფლებისადმი სწრაფვას, ადამიანის პიროვნულ ღირსებასა და ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობას. ვაჟა ფშაველა უდიდეს პატივს სცემდა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ქართველი ერის განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების წინამძღოლს. მიუხედავად ამისა, მათ შორის არსებობდა განსხვავებული შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე. ილიას სჯეროდა, რომ საქართველოს განვითარება ევროპული მოდელისკენ უნდა წასულიყო, ხოლო ვაჟასთვის მეტად ღირებული იყო ქართული სოფლის ტრადიციები და ხალხური სიბრძნე. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ვაჟამ ილიას მკვლელობა უდიდეს ტრაგედიად მიიჩნია და მას მიუძღვნა ემოციური ლექსი, სადაც გმობდა მკვლელებს და აღნიშნავდა ილიას როლს ქართველი ერის ცხოვრებაში. ვაჟა ფშაველას იდეალები ეფუძნებოდა შემდეგ ფასეულობებს. თავისუფლება, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოებრივად. ადამიანობა, ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს მაღალი ზნეობა და სიკეთე. ბუნებასთან ერთიანობა, ვაჟას სჯეროდა, რომ ბუნება არის უდიდესი მასწავლებელი, რომელიც ადამიანს შთააგონებს სიმართლესა და ჰარმონიას. ეროვნული იდენტობა და პატრიოტიზმი, მის ნაწარმოებებში გამოკვეთილად ჩანს საქართველოსადმი სიყვარული და სამშობლოსთვის თავგანწირვის იდეალი. ვაჟა ფშაველას მიერ დაწერილი ფრაზები დღემდე აქტუალურია და გამოხატავს მის ღრმა ფილოსოფიას. ადამიანობა ქვეყნის მტერობა არ არის. მტერს რად უნდა კაცობა, ომში ძალა უნდა. ბედნიერი ის, ვისაც თავის ქვეყანაზე შეწირვა და მისი დიდება არ ინანება. არც ერთი ხალხი არ არის სხვა ხალხზე ალმანებული, თუ კი კაცობა არ იცის. ტანჯვა ღირსია იმ საქმისთვის, რომელიც კაცთა მოდმის სასიკეთოდაა. კაცად ყოფნა ძნელია, მაგრამ მოსაწყენია. არ არსებობს უცხო ტკივილი, სხვისი ტკივილი შენი ტკივილიც არის. ეს ფრაზები არა მხოლოდ ვაჟას შეხედულებებს გამოხატავს, არამედ საუკუნეების განმავლობაში რჩება ქართველი ხალხის ცხოვრებისეული კრედო. ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 10 ივლისს, მძიმე სიღარიბეში, თბილისში. მიუხედავად ამისა, მისი სიტყვები და იდეები უკვდავი აღმოჩნდა. დღეს მისი სახელი ატარებს ქუჩები, სკოლები და უნივერსიტეტები. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის იქნება შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის. ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი მდებარეობს მის მშობლიურ სოფელ ჩარგალში, მცხეთა-მთიანეთში. ეს არის პატარა ქვის სახლი აივნით, სადაც პოეტი დაიბადა და გაიზარდა. დღეს ეს სახლი მუზეუმად არის ქცეული და ინახავს ვაჟას პირად ნივთებს, წიგნებს, ფოტოებს და სხვა მემორიალურ ნივთებს. მუზეუმი გაიხსნა 1961 წელს და მას შემდეგ უამრავი ადამიანი სტუმრობს, რათა უკეთ გაიცნოს ვაჟას ცხოვრება და შემოქმედება. ეს ადგილი დღესაც ინარჩუნებს იმ დროის სულიერებას და მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის.
ვაჟა ფშაველა იყო არა მხოლოდ დიდი პოეტი, არამედ მოაზროვნე, რომელმაც ქართული ლიტერატურა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მისი ფილოსოფია და იდეები დღესაც გვასწავლის, რომ ადამიანის მთავარი დანიშნულება არის პატიოსნება, თავისუფლება და ბუნებასთან ჰარმონია. მისი სიტყვები დღემდე გვახსენებს, რომ კაცად ყოფნა ძნელია, მაგრამ მოსათმენია. ღირსეული ცხოვრება ბრძოლას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს.